მოგესალმებით სტამბოლის სოფიოდეს აეროპორტიდან ჩამოვედი, რათა გამოვსაუბრო ალექსანდრიაში. ხვალიდან ალექსანდრიის დაწყებას ვიწყებდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის გაჩვენებთ. ალექსანდრია მაკედონელის ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რომელიც მან ძველი წელთაღრიცხვით 322-321 წლებში დაარსა, როგორც საზღვაო ბაზა მომავალი ლაშქრობებისთვის პატარა ეგვიპტური ქალაქის რაკოტის გვერდით. ალექსანდრია იყო ასევე ეგვიპტის უკანასკნელი დედაქალაქი არაბების დაპყრობამდე, ჩვენი წელთაღრიცხვით 641 წლამდე. მოგესალმებით ეგვიპტის უძველეს ელინისტურ ქალაქ ალექსანდრიიდან. დღეს გაჩვენებთ ალექსანდრიის უძველეს და ძირითად ღირსშესანიშნაობებს. ეს კი შედარებით ყველაზე ახალი ხიდი, 1990-იან წლებში აგებული ხიდი, სტენლის ხიდი გახლავთ. გავუყვებით ახლა ამ ხიდის გზას და მივალთ უკვე როგორც ძველ ბიბლიოთეკასთან, ქაიდბეის ციტადელთან და სხვა მთავარ ღირსშესანიშნაობებთან. ალექსანდრიის დავალებით ქალაქის პროექტი შეადგინა არქიტექტორმა დინოკრატე როდოსელმა. თვითონ ალექსანდრე რამდენიმე თვეში წავიდა ლაშქრობაში, დაცოცხალი უკან აღარ დაბრუნებულა. პტოლემაიოსებმა ალექსანდრია განათლების და მეცნიერების ქალაქად გადააქციეს. იგი გახდა ელინიზმის ცენტრი და ანტიკური სამყაროს სიდიდით მეორე ქალაქი რომის შემდეგ, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 1 მილიონს შეადგენდა. ძველ სამყაროში ალექსანდრია განთქმული იყო თავისი ბიბლიოთეკით, შუქურით და კატაკომბებით. ესაა უზარმაზარი მიწისქვეშა ლაბირინთი, რომაულ-ეგვიპტური ქანდაკებებითა და სვეტებით. მივუახლოვდით ქაიდბეის ციხესიმაგრეს, რომლის ადგილას ძველად ფაროსის შუქურა მდებარეობდა. ფაროსის შუქურა, რომელიც ღამე დიდი მანძილიდან ჩანდა, შთამბეჭდავის სანახაობა იყო. მისი სინათლე გემებს სახიფათო წყალქვეშა კლდეების შესახებ ამცნობდა. შუქურა მსოფლიო 7 საოცრებიდან უკანასკნელი და ამასთან ყველაზე სასარგებლო იყო. ციხესიმაგრე, რომელიც 1480 წელს სულთანმა ქაიდბეიმ ააგო, შესაძლოა შუქურის ნამსხვრევებიდან მიღებული მასალისგანაა ნაგები. ფაროსის შუქურის სხვა ნაწილები დამანგრეველი მიწისძვრების დროს ზღვამ დაფარა. ქაიდბეის ციხესიმაგრესთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს აბულ აბას ალ-მუსრის მეჩეთი, რომელიც 1307 წელს სუფიელი წმინდანის საპატივცემულოდ აშენდა. თავიდან ერთი მინარეთით იყო წარმოდგენილი, ახლა კი როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდ მასშტაბებზე არის განლაგებული მეჩეთი. აქ ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ჰაჯის მომლოცველები საკმაოდ ხშირად მოდიან და მექაში წასვლისას აქაც ასრულებენ ლოცვას.
და მეორე ხარისხოვან გზებზე მოხვდებით, ნახავთ ასეთ მოუწესრიგებელ და სიბინძვრით ახსოვზე ქუჩებს. 2004 წლის წინ ეგვიპტეში მეფობდა პტოლემე მეორე, რომელსაც ძალიან უყვარდა წიგნები და დიდ დროს უთმობდა კითხვას. მისი სურვილით ალექსანდრიაში ააგეს დიდი ბიბლიოთეკა. ზუსტად არავინ იცის, რამდენი წიგნი იყო ალექსანდრიის ბიბლიოთეკის საცავში. ალექსანდრიის ბიბლიოთეკას ვუსწავლეთ. აი გარშემო როგორც ვთქვათ, სხვადასხვა დამწერლობები არის ამოტვიფრული, რა თქმა უნდა, ქართულიც. 2002 წელს ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ადგილას ახალი ააშენეს. ძველი აღდგენა შეუძლებელი გახდა. არავინ იცის, როგორი იყო ის მრავალი საუკუნის წინ. ახალი უზარმაზარი შენობა დაქანებულ დოლს გავს. სახურავი მინის და ალუმინისგან შედგება. როცა სახურავზე მზის სხივები ირეკლება, შორიდან შენობა მზებს ემსგავსება. შენობაში თაროების რაოდენობა გათვლილია 8 მილიონ წიგნზე. 2022 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკისა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის თავთან დაკავშირებით 26 მაისს საქართველოს ეროვნული დროშის ფერები გამოისახა მსოფლიოს ღირსშესანიშნაობაზე ალექსანდრიის ბიბლიოთეკაზე. აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში ალექსანდრიის ბიბლიოთეკის განათების პირველი შემთხვევა იყო. ალექსანდრიის ეროვნული მუზეუმი გაიხსნა 2003 წლის 31 დეკემბერს ჰოსნი მუბარაქის მიერ და ის მდებარეობს განახლებულ იტალიური სტილის სასახლეში, თარიქ ალ-ჰორეინის ქუჩაზე. შენობა ძველად ამერიკის საკონსულო იყო. სასახლეში ინახება დაახლოებით 1800 არტეფაქტი, რომლებიც მოგვითხრობენ ალექსანდრიის და ეგვიპტის ისტორიას. მუზეუმში ექსპონატები 3 სართულზე არის გადანაწილებული. ეს იყო ალექსანდრიის ძირითადი ღირსშესანიშნაობების ნაწილი, რომელთა მონახულებაც მოვასწარი ერთი დღის მანძილზე. რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრი არის და გირჩევთ, რომ მინიმუმ 2-3 დღე გამოყოთ ალექსანდრიისთვის, თუ გსურთ, რა თქმა უნდა, მთლიანად იხილოთ ქალაქი. ქალაქი სიმართლე რომ გითხრათ, მთლად მოწესრიგებული და სუფთა არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, ერთხელ სანახავად აუცილებლად ღირს.